მე კონკრეტულად რამდენადაც ვიცი, მინის ყავდა 6 მრჩეველი, დღეს მინის არც ერთი მრჩეველი არ ყავს. გენშტაბის უფროსს ყავდა 5 მრჩეველი, არც ერთი მრჩეველი არ ყავს. მოადგილეებსაც ყავდათ მრჩევლები, როგორც ვიცი, ჯამში იყო ეს 10, მარტო მინისტრის და მოადგილეების და თანხა წლიური, როცა დავითვალეთ, ეს შეადგენდა დაახლოებით 400,000 ლარს, ხოლო სამოქალაქო ოფისზეა საუბარი. მრჩევლები ყავდა ასევე გენშტაბს, როგორც გითხარით, 5 მრჩეველი, თუ 4 ეს დასაზუსტებელია, მაგრამ არა მხოლოდ გენშტაბს, არამედ ცალკეულ დანაყოფებშიც იყო მრჩევლის ინსტიტუტი. ყველგან იქნა გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა მიღებული, ჯამში ეს დაახლოებით მილიონი თუ მეტი არა დანაზოგს გვაძლევს. ერთადერთი სადაც შევინარჩუნეთ, მხოლოდ ერთი შტატი მრჩევლის, ეს არის ეკონომიკური მიმართულება, სადაც მეტი საქმეა და მეტი მოთხოვნა იმისა, რომ კვალიფიციური ადამიანები იყვნენ ჩართულები პროცესში და შესაბამისად დანარჩენი ყველგან მრჩევლის ინსტიტუტი პრაქტიკულად აღარ არსებობს გაუქმებული. თავდაცვის მინისტრის საუკეთესო მრჩევლები არიან გენშტაბის ხელმძღვანელი, გენშტაბის უფროსი, მისი მოადგილეები. ამ ადამიანებს აქვთ და მინდა ეს დააფასოთ, როგორც დიდი ღვაწლი თავიანთი ქვეყნის წინაშე, თითქმის სადაც უნდა ყოფილიყო ქართველი ჯარისკაც ყველგან იდგა გენშტაბის უფროსი ჯართან ერთად და ამ კაცმა მიიღო საუკეთესო და მასთან ერთად მისმა გუნდმაც და ეს იყო ჩემი მათ შორის мотиваცია მათთან თანამშრომლობისთვის მიიღეს საუკეთესო განათლება დასავლეთის ქვეყნებში და თუ მე რჩევას კითხავ პირველ რიგში კითხავ მათ რჩევას და მეცაც გეტყვით ეს გადაწყვეტილებები რაც მიღებული იქნა რეფორმების ფარგლებში ეს არის სწორედ გუნდის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ეს არ არის ცალსახად და ერთპიროვნულად ბუნებრივია ვიღაცამ უნდა მიიღოს ბოლოს გადაწყვეტილება მაგრამ სანამ ეს გადაწყვეტილებებს ვიღებ გავდივარ მაქსიმალურ კონსულტაციას პროფესიონალებთან და ეს პროფესიონალები არიან გენშტაბის ოფიცრები და მათ მიერ დანახული სტრატეგია, მათ მიერ შეჯერებული ხედვა და ბუნებრივია ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების მაქსიმალური ჩართულობით. ჩვენ იცით, რომ გამიგრძელდა ახლა ამას საუბარი, ახლა რჩევაზე საუბარი, სწორედ ამ ექსპერტების ჩართულობით ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ 9 აგვისტოს მე პირველში დავინიშნე, შევქმნით უწყებათა შორისი კომისია, სადაც გაწევრიანდნენ როგორც ოფიცრები შეიარაღებული ძალების, ისე თითქმის ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ვინც საქართველოშია წარმოდგენილი და ჩვენ ერთად შევიმუშაოთ თუ რა ხედვა გვაქვს რეფორმებისთვის, ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ხედვა. და ამ სტრატეგიული ხედვის ფარგლებში უკვე მომზადებულია პროექტი მომავალი 4 წლის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, იანვარში ამას მოაწერს ხელს პრემიერ-მინისტრი და ეს არის სწორედ ერთობლივი პროდუქტი, შეჯერებული ყველა პროფესიონალთან და ყველა ჭყალებში ვიტყვი მრჩეველთან, რომელმაც მინის უნდა ურჩიოს თუ რომელია სწორი გზა თავდაცვის განვითარებისთვის. რეორგანიზაცია დასრულდება იანვარში. პროცესი დაწყებულია, უბრალოდ დასრულება იქნება იანვარში.